თემურ ჩაიძე და დავით გაბელაშვილი ვიქნებით თქვენთან ერთად და დღეს ოდნავ განსხვავებული ვიდეო გვექნება. მთელი დღის კვებას განახებთ, როგორ ვამზადებ, სად ვამზადებ. მე სამსახურში უნდა წავიდე და სად მუშაობ იმასაც განახებთ და მოკლედ დარჩით ჩემთან ერთად. სხვათა შორის ჩელენჯის მე-18 დღეა და სულ ცოტა დრო რჩება პირველ აწონვამდე, რომელიც იქნება 16 მაისს დილით და უკვე ნერვი ვიღებ. პირველ რიგში დავათვალიეროთ სამზარეულო და რა ხდება. როგორი სიტუაცია. ეს ჩემი დაფა და სამუშაო სივრცე. რა ხდება აქ? რა ხდება გასქურაზე და არის ერთი ამბავი. დავიწყოთ პირველი დაფა. ქათმის ფილე. აქეთ გვაქვს ძიძიბურა. აქ კი ვიტამინების საბადო ჩაშუშული კომბოსტო სხვადასხვა ბოსტნეულთან ერთად. ხო. ახლა კი უნდა გადავიღო რაღაც ვიდეოები. საუზმეს გავაკეთებ, რაც ომლეტი იქნება ისპანახთან და რაღაცეებთან ერთად. და საბოლოო შედეგს განახებთ, რეცეპტს კიდე დავდებ და ცალკეც ავტორთავ. ხო და მე სხვა კვებებსაც გავამზადებ. და ისიც კიდევ ერთი ძალიან ლამაზი და ამავდროულად სასარგებლო საუზმე ომლეტი ისპანახით, რომლის მომზადებაც ყველას შეგიძლიათ ძალიან მარტივად. ახლა კი გავამზადოთ მეორე კვება და თან განახებთ. პრინციპში კი განახებთ უკვე, მაგრამ ახლა თქვენთან ერთად ავაწყობ ჩემ თეფშს. დავიწყოთ ციციბურით. ჩვენი ბოსტნეული, რომელსაც ძალიან ცოტა კალორია აქვს, არის გემრიელი, სასარგებლო და თან რაც თავარია განაყრებთ. და ბოლოს ჩვენი ცილა, ანუ ქათმის ფილე. ესე გამოიყურება ჩემი მეორე კვება. რაც შეეხება მესამე კვებას, რომელსაც სამსახურის მერე მივირთმევ საღამოს, იქნება გუშინდელი გაკეთებული თინუსის სალათი, ოღონდ პურში, ანუ თინუსის სენდვიჩი და ამასაც ავაწყობ თქვენთან ერთად და ეგ არის. ესეც ჩემი მესამე კვება თინუსის სენდვიჩი, რომელიც ძალიან მაგრად გამოიყურება და მეთანხმებით. სამსახურში კი მივდივარ, მაგრამ უკვე ძალიან დაღლილი ვარ. 1 საათი დილით ვიარე, 1 საათი მე პინგ-პონგი ვითამაშე და პლუს ამას 1-3 ვიდეო გადავიღე და კაი ნაყოფიერი დღე გამომდის. არა წავედით ახლა სამსახურში. რა ანგარიშით დამთავრდება? 2-0, არ ვიცი, რა ვიცი. მედია სადღაც იჭიდავებს ეს. ყველაზე ლოგიკური წყვილი მივიღეთ ფინალურ დაპირისპირებაში. 100 აქვს ალექსანდროვის. ხასიათი ბოლომდე ფავორიტ მირა ანდრეევასთან დაიხარჯა. მოკლედ მოვედი სახლში და დღის იდეალური დასასრული, ცოტა მზეს უმზირა და ფორმულა 1. ხომ მაგობ ჩარლ ლეკლერს.